მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ გამზადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას წირეთაგან სამი არა მიყავთ და წარვიდნენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა ხოლო მართალი ცხოვრებასა საუკუნესა სახე რომელიც ეძებს მაცხოვარს ამას გავახსენებ ანუ შეხედე ის ებრაელებისგან ისე იყო მოძულებული რომ სინაგოგას ვერ ეკარებოდა სინაგოგასთან რო გაეარა მოკლავდნენ იმიტომ რომ შეძულებული ყავდა ეს ცოდვილი კაცი თითულებოდა მაგრამ მიცით რა გაიგო რომ ქრისტეო თურმეო ცოდვილებსაც შეიწყნარებს მიიღო ერთი ნახავ იქნება მე რამე მეშვენოს შეაწუხა თავისმა მოხვეჭელობა ამ წუთის სოფლის სიყვარულმა შეაძრწუნა და საშველს ეძებს როცა საქე ადის ხეზე მას მაცხოვრებლებმა ჩამოდის ისწრაფე და გარდამოხედ დღეს შენთან მოდიო უფალმა ფერი ისვალა თაბორის მთაზე მაგრამ მთავარი სწავლება ის მოგსა ჩვენ აქ რომ ადამიანს შეუძლია რომ იცვალოს ფერი დილით ჩვენ კვირა დღეს რომ წამოვედით ვეზიარეთ ვილოცეთ პარაკლისი გადავიხადეთ და ისე ჩამოვედით არასოდეს არ უნდა შევეწინააღმდეგოთ ღვთის სიტყვას ის რამდენადაც არ უნდა გვეჩვენებოდეს ჩვენ კაცრი რამდენადაც ჩვენ ეს ამას ვერ უძლებდეთ თუ ვერ ვიღებდეთ თუ ვერ ვიღებთ თქვა მართალია ღმერთი რაღაცა ჩემშია პრობლემა და თუ ამას გააკეთებ აუცილებლად მიიღებ იმ ძალას რომელიც ძალას შემდეგ შენ დაგაკავშირებს სწორედ ღმერთთან იმისათვის რათა ცხონდე საქმე რომელიც იწყება ლოცვით იქ აუცილებლად ადამიანის გულში ხდება ძალიან დიდი ცვლილებები ყველაზე მთავარი რასაც ასე თქვა რასაც ემსახურება ეს გასვლა არის ის რომ ჩვენ გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და ვიყოთ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები და არ დავჩეთ ქრისტეს ზიარების გარეშე როდესაც ჩვენში მოხდება ეს ფერისვალება ხო ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ამ დროს ჩვენ გვეკისრება ძალიან დიდი პასუხისგებლობა ეს პასუხისგებლობა არის ის რომ შენ უკვე დგეხარ და შენი სიტყვა შენი საქმე შენი მოქმედება და ყველაფერი უნდა იყოს მადლის მიმცემი სხვა ადამიანზე რომ შენ იმ ადამიანშიც მოახდინო ის რომ ესე იგი იმ ადამიანმაც იცვალოს ფერი. სწორედ ჩვენი მოძრაობა, მოდი ამას დავარქვევ, ჩვენ მოძრაობას, ქრისტიანულ მოძრაობა, რომელიც პირდაპირ ემსახურება ახალგაზრდებში მართლმადიდებლური ცნობიერების ამაღლებას და ამაზე არ უნდა დავზოგოთ არანაირი ენერგია, პირიქით უნდა ჩავერთოთ ამ შეხვედრებში, რათა ერთმანეთის ძალა გავხდეთ და უბრალოდ ამბობს, სადაც ორი ან სამი არის ჩემი სახელით, იქავარ მეცო და ჩვენთან არის ღმერთი. თუ გინდა გამომხლევი, თუ გინდა გამიშვი, გზად თუნდაც ავიმღეროთ, ვეცადოთ რა გვიშლის, ბევრი მაქვს მოსაყვევი, პატარა ამბავი, ხალისი წამოიღე, სიტყვი აკარი,
ახალგაზრდებს რომ ხედავ, სადაც ესეთი გულანთებულები არიან, ამაზე მეტი სიხარული რა გვინდა ლექსო მასწავლებელი. ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღეა და გენაცვალეთ. აი მოვედი დათოვლილ ტაძარში. ყველა ძალიან თბილი აქ და ყველა ისეთია, როგორც სინამდვილეში არის, ანუ ყველა რეალურია. შევთხოვოთ, ხო, ყველა წმინდა სამებას ის რომ კიდევ უფრო 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტი შევიკრიბოთ იმისთვის, რომ აი ღმერთმა ჩვენი მაგალითით, აი ჩვენი ასე ერთობით, აი დაიცვას და დაიფაროს საქართველო და გამწყინება რა არის? გამწყინება ვართ ჩვენ ყველა, ვინც მივდივართ ღვთის გზაზე და ჩვენი მაგალითით ადამიანები უნდა მიდიოდნენ ღვთის გზაზე. ფერი ვიცვალოთ, სასიკეთოთ და ასე თქვა გადავარჩინოთ ერი. საკუთარი და ვიგუნდაოთ. ყველაფერი იწყება ლოცვით, სიყვარულით, ერთმანეთის პატივისცემით და მე აღნიშნავ იმასაც, რომ აქ თვითონ უფროსებსაც, პედაგოგებსაც აქვთ ერთმანეთის მიმართ ისეთი სითბო და სიყვარული და ეს იმდენად ჩანს, რომ ეს ბავშვების გულებამდეც მიდის და ეს მერე გადამდებია. ფერი უნდა ვიცვალოთ ყოველ დღე და ერთი ნაბიჯით მაინც უნდა წავიდეთ წინ ყოველ დღე ჩვენს რა თქმა უნდა სულის ასამაღლებლად და ყოველ დღე უნდა გადავდგათ ის ნაბიჯი, რაც ჩვენ სულს არგებს და ჩვენ ეს ხორცზეც და ყველაფერზე აისახება მე. ის სიყვარული და ის მეგობრობა იგრძნობა, რაც ძალიან ბევრ გარემოში ვერ დაინახავ და არ არის და მე ძალიან მახარებს და ყველაზე შთამბეჭდავი არის ეს. უფალი გვეძახის და ჩვენც უნდა მივიდეთ უფალთან და ჩვენც უნდა ვიცვალოთ ფერი. პირველად ვიყავი საერთოდ ბანაკში და რა წარმოადგენა მქონა, რომ კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს თვად უკეთესი იყო, იმიტომ რომ ძალიან კარგი გარემო იყო, ბავშვები ძალიან კარგები იყვნენ, ანუ აქტივობებში და ყველაფერში ერთად ვიღებდით მონაწილეობას და არ გაგჭირებია შეგუება აქაურ გარემოსთან. მასწავლებლებიც ძალიან კარგები იყვნენ. ყველა ლექცია და ანუ ფილმის ყურება ძალიან მომეწონა. მიწაზე ერთი სამოთხია და ისიც ჩემი. ესედენ ბაღი გამიხდია სიცოცხლის არსად. ალალი იყოს მთლად სამყარო სხვა დანარჩენი. სამშობლოს ჩემსას არ გავყიდი სიცოცხლის ფასად. ვერ შეველევი ჩემს მიწაწყალს. სიყვარულიანს. ჯერ არ შობილა ის ქართველი ლექსი არ ეთქვა. უკიდეგანო დედამიწას ერთი გული აქვს და ისიც ჩემი საქართველოს სხეულში ფეთქავს. შაპებო არ შეგრჩება დახურელი სისხლი ალგეთის ლეკვებს კვლავ გამოსდის ხვალ საქართველო სხვა ერისგან და საჩაგრი რა გჭირს ქართველებს
შენგან შემქმნელი ყველაფრისა მხოლოდ ღმერთია. არა ვარ ხარბი, შენი იყოს ხვარამ ყოველი. ჩემი ის არის რაიც მხოლოდ ერთადერთია. იესოს კვართზე სანთლად მდგარი სვეტი ცხოველი. დღეს ჩემს სამოთხეს მირონის დის ნაკადულება. დროთა დინებამ სადაც უნდა იქით გამრიყოს. ჩემს სამშობლოზე დიდი განძი არ მეგულება. შენთვის სამყარო დამითმია. ალალი იყოს. ჩვენი სამშობლო არის ჩვენი გენი, ჩვენი ენა, ჩვენი წარსული აწმო და მომავალი. ვისაც თავისი ქვეყანა არ უყვარს, მას არაფრის სიყვარული არ შეუძლია. საქართველო არის მტკიცე ოჯახი, ნათესავების თანადგომა და მათი კავშირი. იქ ადგა ჩვენი დიდი კახეთი, იქვე პატარა გალაურია. იქ ადგა ჩვენი დიდი კახეთი, იქვე პატარა გალაურია. ჩემი სოფელი გალაურია. ამაყად უთხარ მე კახელი ვარ. ჩემი სოფელი გალაურია. ჩემი სოფელი გახსოვდეთ, ერის სიზმარში და ძარ მოგელანდოთ. თავს არ დავზოგავ ჩემ საქართველოს, თუ დავჭირდები ვერ ეხირსებით საქართველოს ქართველობოთ. ქართველი ერი არასოდეს გადავჭიშდებით. აქ წამოსვლამ ძალიან გული მომილბოდა. აი რაღაც ღმერთთან კავშირია აქ წამოსვლა. ანუ მნიშვნელობა არა აქვს, დიდი ხარ, ბავშვი ხარ, ყველა ერთმანეთთან მეგობრობს. და სადაც ეს მეგობრობა, იქ არის ღმერთი და აქ ნამდვილად ღმერთია. შემორჩუნებული იყოს აი ეს ერთობა და გაგრძელებული იყოს ის საქმე, რასაც სამშობლოს სიყვარული ქვია და რასაც უფრო მეტი ღვთის სიყვარული ქვია. ამაზე მეტი არაფერი არ არის ისე ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ჩვენ ღმერთის შვილები ვართ და ამას უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ღმერთის შვილები ვართ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ღმერთის შვილი სხვაგვარად იქცევა. თუ ამას გძნობს მთელი აი შინაგანად გძნობს და განიცდის, რომ მე ღმერთის შვილი ვარ. აი ისე როგორც მაგალითად სახლიდან გასული ადამიანი ფიქრობს, რომ მე ჩემი ოჯახის შვილი ვარ და ჩემი ქმედება ამავე დროს ნიშნავს იმას, თუ როგორია ჩემი ოჯახი. როგორც იტყვიან, შვილი ოჯახის სარკე. საერთოდ ვერ დავდიოდი და ეტლზე ვიყავი და ჩემს სახლობლო მიცოდა მარტო და ლიზა ამოვიდა ჩემს სანახავად. უკვე სახლიდან რო წავიდა ჩემიდან საღამოს მომდის წელი. ამ ბავშვმა ისეთი სიტყვები მომწერა, რომელმაც გამაცოცხლა და აი მომიდა რომ ძალიან მაგრად მომიდა რომ ფეხზე წამომდგარიყავი და წამოვსულიყავი ბანაკში. ძარღვებში რომ სისხლი აგიჩქებდება, სიყვარული, სიხარული და რომ მოგინდება რომ უნდა წამოდგე და მეორე ისიც რომ მოდის ლექსონასწავლებელი და მეუბნება რომ მეგობა რომ მე ვიცი რაც გადაგარჩენს ახლა და
უნდა წაგიყვანო და ქრისტეს ყვარც უნდა ჩაგახუტო და გული დაგაგებინოდა. როგორ ლექსო მეთქი ხა ვერ მოძრაობდა, როგორ წავადგო და აი აქ ჩვენთან არიან წარმომადგენლები კალაურიდან და კალაურიდან მისი შვილი არის აგვესწრება ლევანი ზარდიაშვილი ჩამოვიდა საგანგებოდ ჩემთვის ლექსოს მოეხმარა და წავედი ჩვენ სვეტი ცხოვრელში და პასუხები მოვიდა ისეთი რომ ექიმებიც გაოგნებულები იყვნენ კი არ დარჩა ის დაავადებიდან რამე სრულიად ანულირებული იყო და მე თვითონაც გაოგნებული და გაუცებული ვიყავი და ადამიანი რომელიც საერთოდ არ უნდა ყოფილიყავდა 3 თვის სიცოცხლეს არ მაძლევდნენ ეხლა ხდება ისე რომ ღმერთმა მომცა შანსი რომ ახალი სიცოცხლე მოვავლინო ქვეყანას ეს არის ღვთის სასწაული ჩემო ძვირფასებო და უბრალოდ რა მინდა გითხრათ ყოველთვის იცოდეთ ის რომ უანგაროდ აკეთეთ სიკეთეს სიყვარული გაეცით და რაც უფრო მეტ სიყვარულს გასცემ ღმერთი 1000 მაგათ დაგიბრუნებთ ერთი ადამიანი რო ლაპარაკობს მისი სიტყვა მადლით არის შეზავებული ეს რას ნიშნავს მადლი არის ისეთი რამ რომ ამ ლაპარაკს მეორე ადამიანი რო ისმენს იმ მეორე ადამიანის თავში რაღაცები მადლიანი ფიქრები მოდის და ესე იგი როგორია ესე იგი უფალი რომ ერთ ადამიანზე მაგალითად თამარი ვთქვათ ხო რომ დაუშვებს ისეთ რამეს რომელიც მასში მოახდენს ფერისვალებას მე ამ ადამიანს აძლევს ძალიან დიდ მადლს იმისთვის რომ სხვა ადამიანებში მოახდინოს ფერისვალება მეორე დღეს უფრო განსხვავებულები იყვნენ, იმიტომ რომ ჩანდა უკვე მათში რაღაც ცვლილებები, აი ზოგი მათგანი ვთქვათ თუ ცოტა რაღაცაზე უკმაყოფილო იყო, ან რაღაცაზე გაბრაზებული იყო. მეორე დღეს ეს აღარ ჩანდა. თითქოს რაღაცა შეიცვალა მათში, ეს დავინახე ნამდვილად. გუშინ აქედან რომ წავედით, ბავშვები დავინახე რომ შეკრებილები იყვნენ. ფარდიდან ჩუმად დავინახე რომ ერთად იყვნენ. და ლექსო მითხრა რომ გავიგეო თითქოს ერთად ყოფილანო და გადავამოწმოთ ბავშვებიო წადი თქვენ დაიძინეთ მეთქი ვლადის და ლექსოს უთხარი და მე მივხედავ ამ ბავშვებს შეუვლი მეთქი და სანამ აქედან გავედით მივედი და ლექსო და ვლადი იქ დავიდნენ უკვე ხო და ისეთი საოცარი სიტუაცია ხდებოდა რომ ერთმანეთს გულები გადაუშალეს ამ ბავშვებმა და თუ რამე ლექსო მასწავლებელმა მათში ამ წლების მანძილზე ჩათესა, ყველაფერი აღმოცენებული იყო და ვიჯექით მე სერგო ვლადი და ასე ცხარეცრებლებით გვატირებდნენ ეს ბავშვები. მოდით რა ბიჭებო, მოდით გეხვეწებით. არ ვიცი, უცრემლოდ ვერ მოусმენთ ამ ადამიანებს. ესენი არიან მართლა მაგალითი იმისა, რომ თუ როგორ უნდა დაამარცხოს ადამიანმა სიკვდილი და იციან რომ სიკვდილი არ არსებობს მართლაც და რამოდენიმე წლის წინ დედა გარდაეცვალათ ამ ბავშვებს და ისეთი ბავშვები არიან რომ აი დედა ახალი გარდაცვლილი ყავდათ ერთი დღის და წირვალოცვაზე იყვნენ და სულ ასე ჩართულები არიან და სამშობლოს ცოდნებას ხო საერთოდ არ აცდენენ თავისი 5 შვილიანი ოჯახი არის და თავის მამიკოსთან ერთად ჩვენთან არიან ჩართულები. მე ლაშქრის გარეშე არაფერი არ არის. ჩვენთან გარეშე ჩვენ არაფერი არ ვართ. თქვენ გვასწავლეთ მარადისობა და თქვენ გვასწავლეთ ის რომ სიკვდილი არ არსებობს. თქვენ დაგვანახეთ მარადისობა და დაგვაყენეთ ამ გზაზე. და ჩვენი მეგობრების გარეშე კიდე მართლა ჩვენ არაფერი არ ვიქნებოდით, მაგრამ ყველამ გვასწავლა ის რაც დღეს ხდება ჩვენთან და ჩვენ რასაც დღეს ვაკეთებთ, თქვენი დამსახურება და მართლა ეს თქვენ გეკუთვნით ტაში და მინდა დიდი ტაში დავუკრავთ ყველამ ერთად. დედიკოსთან ჩვენ სარწმუნოები უნდა გვაკავშირა ახლა. სიკვდილისმეორე უფრო გავიცანით დედიკო და უფრო შეგვიყვარდა ვიდრე მაკამდე.
ეს მარტომი არ მithkons და სიმღერაშიც კი არის რომ უკარგავენ მის ფას მე იგებენ და ჩვენც არ დაგვიკარგავს დაკარგოს ვერ დავარქვა მას უბრალოდ რო ვეღარ ვხედავთ მის ფასი გავიგეთ და ახლა ვცდილობთ აქედან მივწდეთ და მოვესიყვარულოთ ჩვენს დედიკას თითოეულ ადამიანი იმდენად შემიყვარდა ეხა აქ ვინც არის და მინდა რომ ჩემი სიყვარული თქვენს გაგინაწილოთ და ყველანი ძალიან მიყვარხართ დედამიწაზე ჩვენი 64 ქონდა შექმნილი რაღაც არის ისეთი ერთიანობით ვიყავით ისეთი გულებით ვიყავით რომ აი ვერ აღწერ ისეთი ბედნიერება იყო მინდა მოგილოცოთ რომ დღეს თქვენ ისეთ ადგილას ხართ რაც თელ საქართველოს სჭირდება იმისთვის რომ გაიაზროს ქვეყანა რას ნიშნავს რას ნიშნავს სარწმუნოება ღმერთი ერთობა ერთიანობა და იმისთვის რომ აი ის ბედნიერება იპოვოს რაც ჩემი აზრით აქ უკვე ყველამ იპოვეს თავარი ფერისვალება რაც ამ საგანში ისწავლება წარმოაჩინეს დღეს ჩვენმა აი ტყუპებმა და ბავშვებმა მათ მიეცათ სიტყვა აი მერწმუნეთ ახლა მაგასახში ისე იფურჩქნება ამპარტავნება რომ თუ კი რომელიმე სიტყვა მიეცემა აუცილებლად უნდა გადმოაფრქვიოს იცი რა მე ესე ფიქრობ და ეს ცუდი კი არ არის კარგია მათში არის ეს ნიჭი მაგრამ თავარი მონაპოვარი არის ის რომ მათში მოხდა ფერისვალება ისინი როგორ თამდაბლად ამბობენ მე მჯერად ამ წამს რომ ჩვენ ქართველები არ გადავშედებით იმიტომ რომ სიყვარული გვაქვს დიახ თქვენ ხართ ის თაობა რომელმაც უნდა აღაშენოს ჩვენი საქართველო გაართიანოს გაამთლიანოს და ამ მართლაც ძნელად სავალ გზაზე საგზლად გაიყოლოს სამი დიდი მცნება ენა მამული სარწმუნოება ერთი წეთი რომ ჩავაგდე ამ დროს გვინო კი ჩავიდა მაგრამ იქიდან წყალი ხო გადმოვიდა იგივე ერთი წეთი ორივე ერთად ხო ვერ გაჩერდება თუ პირამდეა სავს მეორე წეთს რომ ჩავაგდე ისევ გვინით გაჯერდება და წყალი ისევ გამოიდევნა და თუ ყოველდღიურად თითო წეთი ჩავაგდე მაშინ გამოარო ეს გვინო ანუ საფრთხო აზროვნება გამოდევნის იმ ჩვენს ადამიანურ ხორციელ მიწიერ და ამ წუთი სოფლის აზროვნებას და იქნება მთლიანად ღვინო. ოღონდ დროთა განმავლობაში ეს ერთ დღეში არ მოხდება. აბა ვის უყვარს დედა აციოს? ოღონდ ყველაზე ძალიან, აი დედა. ეხლა დედა ამზადებს სადის, აი წარმოიდგინე. ხო და მოვიდა, იწვალა, ხო იშრომა, რაც ქონდა ეხლა საჭმელი ის გააკეთა. მოვიდა და ნანუ კაეუნება, აუ მე ეს არ მიშავა. და დედამ დაიწყო ტირილი, იმიტომ რომ სხვა რამე არა, ქართული არა. თუ დედა გიყვარს ილია. დედის სიყვარულით არ უნდა შეჭამო, მე რა არ ვარ. მაშინ რაღა დედას სიყვარულია. მოდი ერთის თქვა, დედას რო უჭირდეს ეხლა. ხო ყველაფერს გააკეთებ, რომ გადაარჩიოთ. ხო და რა არის ეხლა ამის გამო უნდა დაუწყვეტოთ გული ჭამაზია ჩვენ, იმიტომ ცხოვრობთ, კაი ჭამოთ, მითხარ. ჩვენ იმიტომ ჭამთ, ილია მართალმა თქვა, რომ ვიცხოვროთ. გვიყვარდეს, დავეხმაროთ, ქართული საქმე გავაკეთოთ. ჩვენ ამ ცირეში რო ასე ცუდად მოვიქცეთ, ხო? დედიკო გავაბრაზოთ, ხო საჭმელი არ მომწონს და რაღაცა. ჩვენ დიდის გამკეთებლები ვარ? არა. და დღეს დიდი საქმე გვაქვს ჩვენ გასაკეთებელი. ჩვენ სამშობლოს უკიდურესად უჭირთ, ხო იცით თქვენ? რა დღეშიც არის ჩვენი სამშობლო. ხო და სამშობლოს თქვენი იმედი აქვს ბავშვები. მოდი მაშინ მითხარით, ვინ გადაწყვეტა დილიდან ყველამ რასაც მოგვიტანენ სამშობლოსა და დედის სიყვარულით მივირთვათ. ეს ერთი მცირე გავაკეთოთ. რაც სანამ აქავა. თუ ფერის ჩვალება, ფერის ჩვალება. მეც არ მიყვარს, მაგრამ ხვალიდან მიყვარს ჭამო. მოსეჭდა სუპერ. სამთარია თომა გამიწოდა თეთრი ხელი. და პატარა ფიფკვაც დამიგდია ციდან რთები. მერე რა რომ ცივა თეთრი ფიფკი ცვივა ნათვის ხეს ხომ შვენის ვერცხლის წვიმა უხარიათ ბავშვებს აკეთ
თოვლის პაპას და თოვლიან გზებზე მოგვიყვება ღამეს ხაბარს ამღერებს გულებს გათეთრებს ქუჩებს ახალი წლის გადაგვიშლის ფურცე ნელა ნელა იბარება ფანჯარასთან ზამთარი მერე რა რომ თოვლი მალეცნება რჩება თეთრი საყვარი ამოხალთ კიდე? სუფს ჭამთ? გაბრიელ მაგრამ არ მოგეწონა ბიჭო? არ მოყავს. არა? მაგრამ ვეფხის ტყაოსნობა იცი რა არის? რაც არ გინდა იმას რო გააკეთე. აოთანდილმა იცი რა უთხრა ტარიელს. რაც არ გინდა ის უნდა გააკეთო, კაცობა ეგ არისო თორე. დღევანდელობაში ხალხი ფიქრობს, რომ მარტო ის უნდა აკეთონ, რაც სურთ და რაც თვითონ გაახარებთ და გააბედნიერებთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეთი საქმის კეთებისას შეიძლება სხვა დავაზიანოთ და ასევე დავაზიანოთ ჩვენი თავი. და გვაუწყდეს თავშეკავება, მოყვას ის სიყვარული და მხოლოდ ჩვენ თავზე ფიქრობდეთ. ამიტომ ფერის ცვალებით ჩვენ უნდა შევეწინააღმდეგოთ ჩვენს შინაგან მეს ცოტა დავთრგუნოთ და ვაკეთოთ ის, რაც ჩვენ სულიერად გაგვზრდის და აგვიყვანს ღმერთთან. მივიღე ის საკვები, რასაც არ ვიღებდი და რაც არ მინდოდა და მე ყველაფერი ვეცადე, რომ ეს სახელი რასაც ქვია, აი პირდაპირ მნიშვნელობით მომხდარიყო ამ ბანაკზე და შევეცადე, რომ ყველაფერი გამეკეთებინა, რომ ზუსტად ფერისცვალება დარქმეოდა ამ ბანაკს. შევიყვარე სუფი. და ან თუ აქამდე ვერ ჭამდი, ახლა უკვე დიდი სიყვარულით შევჭამ და გამახსენდება ყოველთვის ბაკურიანის ბანაკი. გათენდა დილა სიკეთის სიყვარულის და მზად ვართ ყოველას გულით და სულით ჩაგეხუტოთ და ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი სიყვარულით და სიკეთით სავსე დღეები. მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ. მადლობა ღმერთს ამისთვის და მადლობა თქვენ. ყველა იგივე გიყურებს, აი მეგობრულად. ბევრი სახელიც არ ვიცოდი, მაგრამ აი უკვე მეგობრობთ. მე ესეთი სიტყვა სიყვარული ნამდვილად არ მინახია სხვაგან, აი აქ ესეთი ერთობა არსად არ მინახია. იმდენად ბედნიერი იყო, რომ დარწმუნებული ვარ, მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება. ჩემლები მომართ დათვალებში, ტილი მომდა. ძალიან ყვაყობილი ვარ. აი აღფრთოვარებას ვერ უღალავ ამ ყველაფრით და მიხარია რომ ესეთ ხალხში ვარ, ვისაც ერთმანეთი უყვარს და აფასებს ღმერთს, სამშობლოს. რაღაცა ძალა იყო, თითქოს რაღაცა მადლი ჩამეყვარა გულში და ვიგრძენი რომ არ ვარ დაკარგული და ამხელა ოჯახი მყავს და აი რაც არ უნდა გამიჭირდეს, დარწმუნებული ვარ ღრმად, რომ მე მაქვს თქვენი იმედი, თქვენ ხართ ჩემი ოჯახი. ისე ვგრძნობ თავს, ძალიან მდიდარი ვარ, რომ ასე თქვენ ჩემს გვერდით ხართ, ლექსო მასწავლებელი, მთელი სამშობლო მცოდნეობა, ჩვენი მოძღვრები, მთლიანი საქართველო. ამაზე მეტი სიმდიდრე რა უნდა იყოს თელ ცხოვრებაში და აი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო უფალს, რომ თქვენ მყავხართ, ნამდვილად თქვენ გადამატანინეთ ის რთული ცხოვრების გზა, რაც გავიარეთ. და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ლექსო მასწავლებელს, რომ ასე მთელ საქართველოს აძლიერებს და აძლევს ის სულისკვეთებას, რაც დღეს ჩვენ გვაქვს. სამშობლოდან შორს მეგობრები შეიძინე.
შენი თანატოლები რაზე ტყოდი მათ მალე ჩამოსულიყვნენ საქართველოში აუცილებლად თუ ჩამოვლენ უნდა მივიდნენ კვართან და გული დაალო. არის შეკრებილი 11 რეგიონი. ყოფილიყოს უფასენებოს და ყოფილიყოს ეს შემთხვევა, რომ გაგრძელებული იყოს ჩვენ მალე ჩავსულიყავით სამაჩაბლოში, აფხაზეთში, საიგილოში და გაერთიანებული იყოს სრულიად საქართველო და აი ეთქვათ მაშინ ამ ადამიანებს რომ ჩვენი მისია შევასრულეთ. წარმოადგინოს თავისი ბავშვების ნამუშევარი. მე მინდა რომ ყველა სკოლამ შემდგომ ბანაკებისში ყოფნისას რაღაცა ჩვენ ნამუშევრები წარმოვადგინოთ. ქვეყნა რამდენი ზღარის, რამდენი ლურჯიც არის, მაგრამ აქ მაინც სხვა მე ლექსო მასწავლებლის და თამუნა მასწავლებლის გაცნობამ და ამ პროექტში ჩართვამ ძალიან დიდი სიძლიერე მომცა. აი ვერ ვაფასებ ისეთი სიძლიერე იყო ჩემში და ისეთი мотивация მომცა რომ ჩემი სკოლის მოსწავლეების დაყოლება რომ შემეწლა. ტირნს ვერ ვიკავებდი რა და იმ შემდეგ მე სულ სხვანაირი გავხდი და დღევანდელ დღეს რაც უწოდეთ ბანაკს ფერი ვიცვალე რამდენად ფერი. რაც ეს საღამო დაიწყო, ესე ცრემლები მომდის ღაბაღუპით. უფალი ნამდვილად ჩვენთან არის და არც დაიყო ჩვენ შორის მუდმივად და ქრისტეს მიერი სიყვარული გვაერთიანებდეს ყველას. სამშობლოს თოდნეობის პროექტში ჩართული იყვნენ ემიგრანტებიც. თავისი პირობა შეასრულა და თავის ორ ვაჟთან ერთად დაბრუნდა საქართველოში და ეს არის ჩვენი რუსა ზაზაშვილი. რუსა საქართველოში დაბრუნებას გაუმარ! გაუმარ! სიყვარულისთვის დედამიწაზე სიყვარულისთვის თავისუფლება სუსისე მასურდა როგორც დაჭრილი რმების გუნცხარანკარა დიდება ხალხისთვის და სისხლი დახმარა სიყვარულისთვის სიყვარულისთვის დედამიწაზე სიყვარულისთვის Liberté, la maçon a fait appel comme un troupeau de cerves laissé la source qu'elle est. Oh non, pour l'homme torturé, leur souvenir est sur le monde un cierge allumé. და თანაც ქალაქში კი არ გაფუძნდა, წავიდა სამეგრელოში და მარტოში დაბრუნდა ვანძაში, სოფელ ვანძაში.
სამშობლო დამახვედრეთ ლექსო მასწავლებელო. 6 წლის წინ წავედი სამშობლოდან და 6 წელიწადში თქვენ შეგიძინეთ და თავიდან დავიწყე სამშობლოში საკუთარი ადგილის ძებნა. ძნელი ყოფილა. არასდროს ვიფიქრებდი ამ კითხვას თუ დამისვამდნენ. რატომ ჩამოხვედი? თქვენ გაგიკვირდათ ალბათ, იმიტომ რომ თქვენ არც ერთს ეს შეკითხვა ჩემთვის არ დაგისვამთ. ოღონდ თქვენს გარდა ყველამ დამისვა. იქ დარჩენილმა ქართველებმაც და აქ დამხდურმა ქართველებმაც. აი თქვენ კი არც ერთს არ გაგჩენიათ ეს შეკითხვა და მადლობა ამისთვის. განა შეიძლება სამშობლოს გარეთ ქართველ ადამიანს ცოცხალი ერქვას. სამშობლოს მცოდნეობა პირველად რომ გავიგე, მხოლოდ ამ სიტყვისთვის შემოვედი ზუმში და დაგინახეთ თქვენ. დაგინახეთ თქვენ და მივხვდი რომ სამშობლო იყავით თქვენ. დღეს ლუკა აქ არის. ილიაც აქ არის. თქვენ გიხდით მადლობას რომ ჩემს ლუკასა და ილიას ოჯახი დაახოდრეთ. ჩამოვედით ბანძაში ახლა. ერთი სიკაროსანი დამხვდა ჩემ კლასელი და მეორე მეზობელი იყო ჩემი. და ვიფიქრე ახლა და ვიფიქრე და ვიხდი რომ მერტი მეუნება შენო ლოცვარო და გავიზღა და მამაო ჩვენო რო ძლივს გავსოვსო. ერთი სტიკაროსანი აქ ახლოს გაკ სკოლაში რომ მიხვალ, მეორე სახში რომ მიხვალ მადაკავსო. და იქნება შენ წახვიდე ეკლესიაში ილოცავო და ვქენი მასეს გავყევი დედაჩემი ყოველ ლოცვა-წირვაზე და მე მამაო მითხრა ხუცური ისავლეო და ეგრევე შემოგიყვან ესა სტიკარს შეგაცევ ეგრევე. და გუშინ ყვირა იყო და ლექსონ გითხრა ყველა ნაზიარები წამოდითო. და ზუსტად მაგ დღეს ვეზიარე და ზუსტად მაგ დღეს ჩამოწვა ჩემ მამაო მამა გიორგი ვასილაიევიჩი. მე იქ დამორჩნენ ბავშვები. ბავშვები, რომლებმაც არიციან თქვენსავით არიციან რა არის სამშობლო. 5 წელი ვცდილობდი ამეხსნა, ვერაფერი გავაგები. ვერ შევძელი თქვა მას ფიქრობ ახლა. და ვაგრძელებ ამაზე ფიქრსა და დარდს. ყოფილიყო ქალბატონი ლიკა, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ ყველაფრის განხორციელება, აი ასე ვერ მოვახერხებდით. ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს ყველაფერი მედალექსომ რა ჩავიფიქრეთ, გაგვეხორციელებინა და მადლობა თქვენ ამისთვის და ეს არის ძალიან დიდი გულის ადამიანი. ლიკას ახლახან გარდაეცვალა მამა და ჩვენ გავიგეთ, რომ აი ძალიან დიდი სულიერი კავშირი გქონდათ და ჩვენ მოვიძიეთ თქვენი მამიკოს ფოტო და აი მის თვალებში ისეთი სიკეთე და სიყვარული გამოსჭვევის. მინდა რომ გადმოგცეთ ეს ნახატი შესხოლა ლექსო მასწავლებლის ვაჟმა და ნახატულია დახერხ ნახატი.
ზემოთრო პატარა ტაძარი არის ფილმშიც რო ჩანდა ბავშვებო, მისი მშობლების აშენებული არის. არაფერი არ ხდება, კიდევ ერთხელ დავიწყდი ამაში, რომ მართლა ბედნიერი ვარნე, მთლიანობაში ჩემი ოჯახი, რომ ზუსტად ჩემ ოჯახს და წილად ეს ბედნიერება რისი მოსწრენით ჩვენ ახლა ვარ. გულის კლიტენი გავხსენით და გულის გულში შევიდა ქრისტე. აი ის სამი დღე გულები გადმოვიღეთ და გავუშალეთ ერთმანეთს ჩვენი გულები ერთმანეთს დავანახეთ რა გვტკიო და რა არ გვტკიო და რა გვიხარო და წელს ჩვენ ბანაკს ერქვა ფერის ცვალება და მართლა ფერის ცვალება მოხდა ჩვენ გულებში და სულებში. მივხვდით რომ მართლა უნდა ვანათოთ ერთმანეთი და მართლა მთლიანი გული უნდა ამოვიღოთ და დაუდოთ ერთმანეთს, იმიტომ რომ ამ ქვეყნიდან მეც ვერაფერს ვერ წავიღებთ. ისე შევიყვარეთ ერთმანეთი როგორც უფალმა შეგვიყვარა ჩვენ. Kinda kamishmi Klatunda savim reo Kinda Kairi Nicolos Patara ambari Khalisi tamoire Sitfoki akari Saka სამ დღე ჩემთვის იყო ნამდვილი 6-4. 6-4 არ არის ადგილი, 6-4 არის ჩემთვის ისეთი მდგომარეობა, სადაც ხარ ბედნიერი შესაყვარელ ადამიანებთან ერთად. ვიღაცა თუ ცუდი რაღაცას გაგიკეთებ, ბოროტებით ისევე არ უნდა მიმართო, როგორც მან მოგმართა ბოროტებით. ეს არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც გული სიყვარულით და სითბოთი აქვს სავსე. სამშობლოს მცოდნეობა ჩვენ გვასწავლის ჩვენ წილი საქართველოს გადარჩენას და თავგანწირვას სამშობლოსათვის, ღმერთისათვის. იუ ბილარი ხაშურიდან, გიორგი ფოფხაძე. ილოცავ ჩემო ძვირფასო და აი გისურვებ, რომ შენს გულში მომხდარიყოს ეს ფერის ცვალება, რაც ჩვენს ბანაკს დავარქვით და საფრთხო მადლითა და სიხარულით აგავსოს უფალმა და აი ჩვენ ხო დაბადების დღეს რა ლამაზი დღეა, ასე ვილოცავთ ხოლმე ერთმანეთს და ჩვენმა ტკბილმა მოძღვარმა მამა ვასილმა ასე თქვა და მართლაც უფრო მომეწონა ეს ყველაფერი, რომ რატო უნდა მიულოცო თუ აი ამ რაღაც ინგლისურენოვანი სიმღერებით და ისედაც, როცა აი ასეთი კარგი მრავალჟამიერი გვაქვს და მრავალჟამიერ შენს სიცოცხლეს და ამიტომ მრავალჟამიერის ფონზე მოგილოცავთ ყველა დაბადების დღეს. წავიდეს სულ დამოქვს ხატებთან ერთად. აი ჩემი მოგზაურისავით არის ეს ჩემი დროშა. ჩემი სიმდიდრეა და ეხლაც მაქვს აქ და მინდა რომ წარმოგიდგინოთ. გულში მაქვს. აუცილებლად ყველა ემიგრანტს უსურვებ ჩამოსულიყო ჩვენ სამშობლოში. დაუძახეთ აბათ დაბრუნდით! როგორც დავით აღმაშენებელმა მოახდინა დიდგორის ველზე ძლევაის საკვირველი. თქვენ მოახდენთ სწორედ ამას. აუცილებლად იქნება ძლევაი საკვირველი. ამინ! ყველაზე დიდხანს იმ ადამიანმა კი არ იცოცხლო,
ვინც დიდი არისო ასაკითო. ყველაზე დიდხანს იმან იცოცხლა, ვინც სიცოცხლე შეიგრძნო. ჩვენ სიცოცხლე ვიგრძენით და სიცოცხლე ვიცით რომ ყოველთვის მარადიულია. მარადიული სიცოცხლე ვიგრძენით და ჩვენ მე ვიტყვი რომ ბევრ ასაკით დიდ ადამიანზე დიდხანს ვიცოცხლეთ უკვე. მე მინდა ვთქვა რომ ნამდვილად ჩვენ გულებში უდიდესი ფერისცვალება მოხდა. მე გადავწყვიტე რომ არასდროს არ დავტოვებ ჩემს სამშობლოს და ყოველთვის გვერდში დავუდგები თუ მას გასაჭირი ექნება. აქ ისეთი საქმეები გაკეთდა რომ შეიძლება ითქვას რომ ჩვენ ღმერთს მივუწოდით ჩვენ გულებში, ჩავეხუტეთ და ჩავჩურჩულეთ გულში რომ ჩვენი საქართველო გადაარჩინოს. Comme un troupeau de cerfs laissé la source calée. Oh non, ორგანიზების წინაშე